მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი, თქვენ უყურებთ Top 5 ეულს. ეს არის კიდევ ერთი ახალი რუბრიკა, რომელიც დავამატეთ და გვექნება Top 5 ეულების სხვადასხვა თემებზე. დღევანდელი თემა არის საქართველოში არსებული ყველაზე მახინჯი მანქანების Top 5 ეული. მოდი პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი Top 5 ეულით. ალბათ მიხვდით უკვე, რომ დღეს იქნება მანქანების განადგურება, გასაზრება. აქ არაფერი პირადული, მხოლოდ just business. დავიწყოთ მეხუთე ადგილით. Toyota Prius, ახალი Prius-ი. ეს არის, რა გითხრათ, ერთ-ერთი შეცდომა Toyota-სი, მაგრამ სხვა გზა არ არის. Prius-ია, ხალხს მოწონს, მაინც ყიდულობენ. თუმცა მე ვერ ხვდები ეგეთი არასასურველი სტუმარი, რატომ უნდა შემოუშვა შენ ოჯახში. კი, გავიგეთ, შეიძლება ნათესავი იყოს, მაგრამ იმდენად მახინჯი არის, რომ არასდროს არ გინდა რომ შინ დახვდე. ეს ფარები, რაც მივაწერო, მე პირადად ვერ ხვდები. იმდენად მახინჯი არის, რომ ერთხელ რომ შეხედა მეორედ აღარ გინდა რომ თვალებში უყურო. ნუ გვერდზე ახლა ვერაფერს ვერ ტყუს, გვერდია, თითქმის ყველა მანქანის გვერდი ნუ სტანდარტულია, რაღაცით კი შეიძლება რაღაცეები გამოირჩეოდეს, მაგრამ ნუ გადავახტეთ გვერდს. უკანა მხარე. ღამე როდესაც უყურებ რაღაც ეს ორი ზოლი, რომელიც ანათებს, შეიძლება უცებ მოგეჩვენოს რაღაც არამქვეყნივრად სპორტულ მანქანას მიყვები უკნიდან, მაგრამ რეალურად რომ დაინახავ, რა სიმახინჯე ეს არის, ხო? აი, შეიძლება გული აგერიოს მაგაზე. აი უყურებ და აი ტირილი გინდება. ნუ, რაც არის თქვენ თვითონაც ხედავთ სურათში, მეტი ვერაფერი ვერ მოუფიქრი ამ მანქანას, ანუ მე ვერ ხვდები რატომ უნდა მოგეწონოს, გარდა იმისა, რომ Toyota-ა. ამიტომ გადავიდეთ მე-4 ადგილზე. მე-4 ადგილზე ჩემი გემოვნებით შევარჩიეთ ესეთი მანქანა, Chrysler PT Cruiser-ი. იგივე Chrysler Uto, საკმაოდ ბევრი დადის ჩვენ ქალაქში და ჩვენ ქვეყანაში და ვერ ხვდები რა კრიტერიუმებით შეარჩიეს. აი, როდესაც ყიდულობ ამ მანქანას, რაღაც უნდა მოგეწონოს, აი იგივე ნებისმიერ რაღაცას, როცა გინდა რომ შეიძინო ან ითხოვო ან რაღაცა გააკეთო რა, რომ შენი გახდეს ან დროებით მაინც გამოიყენო, რაღაცა კრიტერიუმები ხო, რაღაც ინტერესი გაგიდეს. ხო, აი PT Cruiser-ის ვერ ხვდები მე. Uto რატომ უნდა მოგინდეს, რომ Uto-ით იმგზავრო ყოველდღიურად. ანუ ისეთი მანქანაა, რომ სადმე რომ დააგდებ, უკან აღარც გამოიხედები, რომ რაღაც ის კარგად აყენია თუ ცუდად აყენია, ეს ავტომოყოლოს გვიყვარს, იმიტომ რომ მანქანას ოდესაც აპარკინგებ, ყოველთვის იმაზე ფიქრობ, რომ უსაფრთხოდ არის გაჩერებული, შეიძლება რამე დაეცეს, ვინმე დაეჯახოს, ვინმე სხვა არ უშლის. აი ეს მანქანა მაგალითად კიდია სადაყენია რა, რეალურად. იმდენად მახინჯია, რამე რომ დაეცეს, ამაზე უარესი მაინც ვერ გახდება. ამიტომ მაგაზე არ ნერვიულობ და უბრალოდ მიაგდე, სადაც ადგილი იპოვე იქ. გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე, მესამე ადგილზე. მესამე ადგილისთვის თქვენთვის ცნობილი SsangYong-ი, კორეული დრაკონი. მოდელი არის Action თუ Action თუ Action, ვერ გავიგე და დიდად რო გითხრათ, არც მინდა რომ ვიცოდე. იმიტომ რომ ესეთი მანქანები, რაც უფრო ნაკლები მეცოდინება, უკეთესია, წყნარად მეძინება. SsangYong-ი. ესე იგი, მანქანას, როდესაც კომპანია უშვებს, იქ იკრიბება ხალხი და ყველა მუშაობს თავის სეგმენტზე. აი, ერთი გუნდი აკეთებს დიზაინს, ერთი გუნდი ძრავზე და სავალ ნაწილებზე მუშაობს, ერთი ექსტერიერზე მუშაობს, ერთი რაღაც ელექტროობაზე მუშაობს, ტექნოლოგიებს ანვითარებენ, რომ რაღაც თანამედროვე მანქანა გამოვიდეს. ხო, 2006 წელს გამოშვებული მანქანა. აი, ეს გუნდი რას ეწევა საერთოდ ყველა ერთად რას ეწეოდნენ, მე ვერ გავიგე. We don't smoke weed. მანქანა ჩქარი არ არის. ვიზუალურად შეხედავ, შეიძლება გული წაგივიდეს, ღამე რომ დაინახო, შეიძლება შეგეშინდეს. სიარულით, როდის იყო ეს კორეული რაღაც დრაკონი გამოირჩეოდა სადმე. უკნიდან ისეთია გეგონება, ვიღაც დაეჯახა და ტესტირების დროს რომ დაამტვრიეს, მე აღმოაჩინეს, რომ ესეთი ჯობია და იგივე დატოვეს. ნუ, არ ვიცი. რა კრიტერიუმებით შევაფასო, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი მანქანაა. ყველაფერს თავი დავანებოთ კორეული. გადავინაცვლოთ უკვე მეორე ადგილზე. მეორე ადგილზე ყავს ჩვენ უკვე Pontiac Aztek-ი. აი Pontiac Aztek-ი. ჯერ ასახელებია ეს რა ჩამოთვალე, ხო? ანუ ისეთი სახელებია, რომ მართლა ვერ დაიმახსოვრე და ალბათ არც უნდა გახსოვდეს. კიდევ ერთხელ ვიძახი, არაფერი პირადულეს, უბრალოდ ჩემი შეხედულებაა ამ მანქანასთან დაკავშირებით. დიზაინი. აი ორი ფარი კიდე რაღაცას გავს. 4 ფარი, ნუ რაღაც ხო შეიძლება ლამაზად ჩასვა. ცხვირი ეს ნესტო არის ვიღაცამ მეორე კლასში იპოვა, ვიღაც ბავშვის, ერთ-ერთი ბავშვის დახატული მარტორქა.
დარწმუნებული ვარ, რაღაც მარტორქას არის მიმსგავსებული, ოღონდ მეორე კლასელის დახატული არის და იმ მეორე კლასელის დახატული მარტორქა ბევრად ლამაზია ვიდრე ეს მანქანა. ახლა ამერიკელებისგან დიდად დიზაინს არც მოელოდი, მაგრამ რო ხატავ მანქანას, რაღაცას რო ხატავ. ვიღაცა რო გიმოწმებს კიდე ეს თავარი აი ამ მანქანაზე ვის მუშაობდა პროექტის მენეჯერი რო გიდასტურებს. რო ჩაუშვებენ გაყიდვაში და მე შე რომ მიდიხარ და ყიდულობ. ეს იგივეა, არ იცოდე სიმღერა და ვერ მღეროდი და სმენა არ ქონდა და გამოდიოდე რაღაც ტელეშოუში, სადაც მე ისე გაბანძებე სასტიკად, რომ ღამე აღარ გეძინება. და რო გეუბნებიან, აი ხო ვინმე მარგირჩია გეკითხა აზრი სხვისთვისაც რო ყიდულობდი, მაინც რო ყიდულობდი, აი თემა არის ამ მანქანაზე ჩემი გადმოსახედიდან. ეს ისეთი მანქანა ალბათ სავარაუდოდ შვილის დატოვება სკოლაში რო გინდოდეს უარს გეტყვის. იმდენად მახინჯია რომ გაუტყდება თავის კლასელებთან და სკოლელებთან რომ ამ მანქანიდან გადმოვიდეს. ამიტომ ნებისმიერ ამიჩი თოვლი, კარბუქი, ციმა, ქარიშხალი, მიწისძვრა რო იყო და წარუნა წამოვიდეს, მაინც ამჯობინებს ავტობუსით წასვლას. მე საერთოდ არ ვიცი რაზე ფიქრობენ, აი ამ მანქანებს რო ხატავენ რა, ესეთ მანქანებს უშვებენ, რაღაცა ფანტაზია ხომ უნდა ქონდეს, და მით უმეტეს ეს ძველი ხო არ არის რომ რაღაცა 70-იან წლებში გამოშვებული მანქანა ხო არ არის, ანუ ეს არის შედარებით ახალი მანქანა არის და ვერ ხვდები აი რა მიზანი აქვს. ერთს ვერ გაყიდიან, ხო? სავარაუდოდ კრახით დასრულდება ამ მანქანების გამოშვება და რეალურად ეგრეც არის ვისყავს, ძალიან ცოტა არის, მაგრამ ნუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მაინც ეს მანქანები. გადავინაცვლოთ უკვე პირველ ადგილზე. სავარაუდოდ ბევრი გამოიცნობდა რა მანქანა არის პირველ ადგილზე. ეს არის არარეალური საშინელებათა ფილმი. ჩემ პატარაობაში მშობლები ალბათ რო დამეძინა, მაშინებდნენ ხოლმე რაღაც გუდიანი კაცი, პოლიციით, რაღაცა დღესდღეობით ამ მანქანის სურათი გვაჩვენო, ალბათ ფსიქიური აშლილობა დაეწყება და გირჩევთ რომ ისევ გუდიანით შეაშინოთ. ეს ავტომობილი არის იტალიური. რა გვახსენდება იტალიელებზე, რა მანქანები გვახსენდება, რა თქმა უნდა, სუპერკარები გვახსენდება, არარეალურად ჩქარი ავტომობილები გვახსენდება, დახვეწილი დიზაინის ავტომობილები გვახსენდება და სახელებიც ისეთი აქვს, რაც განსხვავებულია. Ferrari, Maserati, Daddy's truck, Lamborghini, Fiat Multipla. ეს ნაბიჯვარი იმდენად მახინჯია, რომ სახელმწიფოება შეურჩეს. Multipla არის თუ Multipla, ეგეც არ ვიცი. არც მინდა ვიცოდე. ამ Fiat-ს რო უყურებ, ვერ ხვდები, რა მირჩევნია. ამ მანქანას უყუროთ თუ სტოტიში მქონდეს ვალი, ვერ გადავწყვიტე. ალბათ უფრო სტოტიში მქონდეს ვალი მირჩევნია, იმიტომ რომ ჯერ ახალგაზრდა კიდე გავისტუმრებ და ამის გრეხს ვერ მოვიშორებ ვერასდროს. ვისი ყმიდა უნდა ამოხვიდე ამ მანქანით რო დადიხარ უბრალოდ. აი, ეს რომელი შემთხვევაა, ეს სადმე მოლში რო ex girlfriend-ი რო შეგხვდება და რო არ გინდა დაგინახოს. იმიტომ იმ მომენტში ძალიან ცუდ ფორმაში რო ხარ. იგივე არის ამ მანქანით რო დადიხარ, გინდა რომ არავინ არ დაგინახოს და არავინ არ შეხვდეს, არც მეზობელი, არც გამლელი და არც ნათესავი, იმიტომ რომ ყველა დაგცინებს. აი, ცხვირის დიზაინზე არ ვიცი საიდან აიღეს, რაც ხოლოს მიამსგავსეს, მაგრამ გველს გავს, რომელსაც მანქანა გადაულის და გაეჭყლიტება სიფათი. მაგრამ კიდე რო ფორთხიაოს. ტრაკი არ ვიცი ზოგადად, ესეთი ტრაკი უნიკალური არის, იმიტომ რომ იმედი მაქვს არავისგან არ აუღიათ, მინდა ვიმედოვნო რომ ესეთი მანქანები არ დადის ესეთი მახინჯი და მთლიანობაში მე შევადარებდი ამ მანქანას უნიტას. იმ უნიტას არა, რომელიც სახში გაქვთ, იმიტომ რომ სახში შეიძლება კომფორტულად იჯდეთ იმ უნიტაზე და გაზეთს კითხულობდეთ. ეს არის ის უნიტაზი, რომელიც გვხვდებათ საერთო მოხმარების ეს არის საერთო მოხმარების უნიტაზი, რომელიც გვხვდება თავშეყრის ადგილებში. სადაც არ გინდა რომ ტრაკი დადო და იგივეა ამაშიც არ გინდა რომ ტრაკი ჩადო უბრალოდ. ეს იყო ჩვენი პირველ ადგილოსანი ტოპ 5-ის ყველაზე მახინჯი ავტომობილი. დღეს დავასრულეთ უკვე ყველაზე მახინჯი ავტომობილების განხილვა საქართველოში. ჩვენ გადავიღებთ ძალიან ბევრ ტოპ 5-ს სხვადასხვა თემებზე. გვითხარით კომენტარებში დაგვიწერეთ თუ რის ტოპ 5-ს ვიხილავდით და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ. იმედი ამ ტოპ 5-ის ჩინურ ვერსიასაც არ გადაიღებენ, ან თუ გადაიღებენ, ცოტა თქვენი ფანტაზიაც ჩააგსოვეთ. ყველაფერს უნდა აკოპირებთ.